ვიცი რომ ამ გადაცემის უბრალოდ გადაცემის ამ ეპიზოდის მიმართ არის მაღალი ინტერესი, დიდი მოლოდინი, დიდი ჩასაფრება, რისთვისაც მზად ვარ, იმიტომ რომ ამას მიჩვეული ვარ და ამიტომ გადაწყვიტე რომ გადაცემა სწორედ ამ ეპიზოდით დავიწყო და დავიწყო ჩემი გადიან შენს ტრაგედიებს, შენს წუხილებს, შენთან ერთად გრძალავენ შენს დედას, შენთან ერთად ტირიან და გლოვობენ შენს დედას, გადიან შენთან ურთულეს დღეებს, ქარბორბალას, რომელიც არაერთხელ გადაგიტანია ცხოვრებაში. ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან შენთვის და როცა ამ ადამიანებთან საერთო ენას ვეღარ პოულობ, როდესაც ამ ადამიანებთან დისტანცირება გიწევს, ეს ჩემთვის არის ადამიანური ტრაგედია. ოღონდ მე არც ერთ მათგანთან არ მიჭყობია. ჩვენ რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა ამ ადამიანთან დაშორება და ამას ახლა მე იმიტომ ვყვები რომ მაგარი გოგო ვარ ან ვინმეს რამეს მომადრე, ეს ჩემი პროცესია. ეს პროცესში და ამ პროცესებში ჩემი ეპიზოდია. ეს ყველაფერი ჩემია, მაგრამ ვყვები იმიტომ რომ გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ მე ეს გზა გავიარე და ჩემი აზრით გავიარე იმიტომ და მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც პროცესში აქტიურად ხარ ჩართული, როდესაც შუადღით სადღაც სამსახურში მიმავალ აქტივისტს იჭერენ, ავტობუსიდან ჩამოსვამენ და წაიყვანენ, მეორე აქტივისტს ვერ პოულობ, მესამე აქტივისტს ჯარიმა გადასახდელი, მეოთხეს ქონება დაუყადაღეს, 140-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია დღეს ციხეში და ისტორიას არ ახსოვს ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყოლოდეს საქართველოს. ბუნებრივად ვეღარ ხდება კომუნიკაციის აწყობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ პროცესში პრობლემას ვერ ხედავენ. დღეს, რომ მე აი ამ წუთას მონოლოგს რომ წერ, რუსთაველს უნდა გავიდე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და შეიძლება ტროტუარზე დგომის გამო დამაკავონ, ეს არის სიგიჟე. ისევე როგორც სიგიჟეა დროშის ფრიალის გამო, რუსთაველზე დგომის გამო. ზურაბ მენთეშაშვილი რო სისხლის სამართლით დააკავეს კაცი, რომელიც 45 დღეა შიმშილობს. ისევე როგორც ბათუმელი მედროშე ზურა ჭავჭანიძე, მხოლოდ დროშის ტარებისთვის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ციხეში ზისახა და სისხლის სამართლით სამართლდება. ჩემთვის არავის არ დაუძალები ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს მოხდა ბუნებრივად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ვინც აქტიურ პროტესტში ვართ, სხვანაირად უბრალოდ ვერ მოახერხებთ, მაგრამ დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც პასიურ პროცესშია და იგივე გზას არ გადის. დასაფასებელია ის ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც არ ფიქრობს, რომ აუცილებელია ქოცის დაკარგვა. ეს ქვეყანა რაღაცნაირად ამ შინაარსით არის მოწყობილი. ქართველი ხალხზე ჯერ კიდევ შედის მეზობელთან. და ძალიან ბევრ ქართველს, რომელსაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ, ვერ აუხსნი, რომ უნდა დაკარგოს ქოცი მეზობელი, ქოცი ნათესავი. ვერ აუხსნი, რომ უნდა დაკარგოს ქოცი თანამშრომელი. ვერ აუხსნი, რომ მაგალითად ქოც თანამშრომელს არ უნდა მიუსამძიმროს ახლობლის გარდაცვალება. თავისი ქოცი მეზობლის გარდაცვალების დროს არ უნდა შეაგროვოს ფული და იქ არ უნდა დადოს. ვერ აუხსნი, როდესაც მის ქოც მეზობელს მოსათოხნი დასაბარი აქვს მიწა, ბარსხელი არ უნდა მოკიდოს და არ უნდა დაეხმაროს. ვერ აუხსნი, რომ ხახვი არ უნდა მისცეს. ვერ აუხსნი, იმიტომ რომ ეს საქართველოა. და ესეც უნდა გავიგოთ ჩვენ აქეთ მხარეს მყოფმა ადამიანებმა.
უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ასე ესმით ქართული შინაარსი, არიან ბევრნი, ჩვენ რომ ბევრნი გავხდეთ და პასიურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თანამოაზრეები რო არ დავკარგოთ, ჩვენ ისინი არ უნდა გავკითხოთ თუ ზუსტად ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვიქცევით, იმიტომ რომ ერთი ის რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთნაირები ვართ. ჩვენ ერთმანეთს უნდა დაუტოვოთ უფლება, რომ ვიყოთ განსხვავებულები და ამ განსხვავებულობებით გვიყვარდეს ერთმანეთი. მეორე, ჩემი აზრით, ჩვენ ვებრძვით თავისუფლებისთვის. თავისუფალი არჩევანისთვის. ჩემი აზრით, ჩვენ ვებრძვით ერთფეროვნებას, ერთ ხმაზე სიმღერას, ერთ ენაზე საუბარს, ჩვენ ვებრძვით ჩატით მართულ იდეოლოგიას. ერთი ადამიანების ირგვლივ იდეოლოგიას ვებრძვით. ჩემთვის კოცი ამას ნიშნავს, რომ რასაც ამბობს ერთი, იმას უნდა ითვალისწინებდეს ყველა, იმას უნდა იმეორებდეს ყველა, იმას უნდა ამბობდეს და იმას უნდა აკეთებდეს ყველა. ჩემთვის კოცი არის ეს. და ჩემთვის ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები და ჩვენ თუ ადამიანს ვეტყვით როგორ მოიქცეს ვისთან იმეგობროს, ვისთან დალიოს ყავა, ვინ დაპატიჟოს დაბადების დღეზე, რაც არ უნდა არ გვესმოდეს. ჩემი აზრით ეს არის თავისუფლების შეზღუდვა და ჩემი აზრით შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოქმედებდეთ, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები იყოს, რომ ადამიანები იგივეს არ აკეთებდნენ. ერთი ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგი გოგო, რომელიც ამ პროცესებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ერთი წლის წინანდელ ამ ამბებში ყოველდღე დადიოდა, აქტიური იყო და მისი წრე და გარემოცვა ძალიან ქოცურია და ამას განსაკუთრებით ვუფასებდი, რომ ამ პროცესებში ჩართული იყო, იმიტომ რომ მთელი მისი სამეგობროდან ძალიან განსხვავებული იყო და უფრო მეტიც კოცი ბიზნეს პარტნიორი ყავს, კოცთან ერთად ბიზნესს აკეთებს. კოცს ჩვენ ვეძახით, თორე ის მისი ბავშვობის მეგობარია და ის არ თვლის მის ბავშვობის მეგობრას კოცად. ის თulis რომ სახელი აქვს, გვარი აქვს, ერთად გაიზარდნენ და რაღაც ერთი საქმე აქვს და რაღაცა დიდი ხანი პროცესებში არ მინახავს და როდესაც იყო ამ აქციების ერთი წლის მარში, დავინახე რომ იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ და ძალიან გამეხარდა. მე შემეძლო მასთან მივსულიყავი და მე თქვა, როგორ გამეხარდა, რომ აქ ხარ, რა კარგია, დიდი ხანი არ მინახი ხარ. და შემეძლო მასთან მივსულიყავი და მე თქვა, რომ შენ ის არ ხარ კოცთან ერთად რომ ბიზნეს აკეთებ? როგორ ახერხებ ამას? აქ რა გინდა და მეჩხუბა. ამით ხომ მას საკუთარ ადგილს იქ დავაკარგინებდით. ხომ არის იმის რისკი, რომ ამ დამოკიდებულებით მას არ მოუნდეს აქციაზე მოსვლა მეორედ, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ ის იქ არავის არ უხარია მარტო იმიტომ, რომ ბავშვობის მეგობრის დაკარგვა და პარტნიორის დაკარგვა ვერ მოახერხა. მე ავირჩიე პირველი გზა. გავექანე, ჩავეხუტე და ვუთხარი, რა მაგარია აქ რო ხარ, რამდენი ხანი არ მინახი ხარ და გავახსენე ყველაფერი, რაც გაკეთებული აქვს სინდისის პატიმრებისთვის და არა აქვს ცოტა გაკეთებული, იმიტომ რომ მისი ბიზნესი არ ითვალისწინებდა იმ ჩარიცხვებს, რომელსაც ის აკეთებდა სინდისის პატიმრებისთვის. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ პასიურ ჩვენს თანამებრძოლებში ადამიანები, რომლებიც ძალიან გვჭირდება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ნეიტრალურ პოზიციაში მყოფი ადამიანები, რაც არ უნდა არ გვესმოდეს მათი. რაც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ რა დროს ნეიტრალური პოზიცია ახლა, შენ ვერ ხედავ, რაც არ უნდა ეს სიბრაზე გქონდეს შინაგანად, ჩვენს პროცესებს, ჩვენს გამარჯვებას სჭირდება გამრავლება. სჭირდება რომ ჩვენ ვიყოთ ბევრნი. რომ ვიყოთ ბევრნი, გვჭირდება პასიური თანამებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ქანაობენ, რომლებიც ჯერ კიდევ турბულენტობაში არიან და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მხარეა სწორი და თუ ჩვენ მათ წავეჩხუბებით, თუ ჩვენ მათ მუდმივად დავაბულინდებთ და ვეტყვით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ, მე არ მჯერა რომ ჩვენ გავხდებით ბევრი. მე მესმის იმ სიბრაზის, რა დროს ეხლა რაღაცა პომპეზური დაბადების დღე იყო, რატომ დაპატიჟე კოცები ამ დაბადების დღეზე, რატომ აძლევ ლეგიტიმაციას. ისინი ვინ ჩვენთვის კოცები არიან, ხშირად ჩვენი თანამებრძოლების ბავშვობის მეგობრები არიან, ძვირფასი ადამიანები არიან, რომლებთანაც ერთი წლის წინ ძალიან მძიმე კრიზისების დროს ბუნებრივ პაუზას ახერხებდნენ და პაუზა ჰქონდათ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობას ვერ ახერხებდნენ. მაგრამ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა დროთა განმავლობაში ისევ დაალაგდა, იმიტომ რომ ბავშვობის მეგობრის დაკარგვა ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის რთული. მე მახსოვს ნუცას გატარებული დღეები რუსთაველზე, მაშინ როდესაც ეს იყო მნიშვნელოვანი. მე მახსოვს ნუცამ როგორ თქვა პროექტებზე უარი. იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში არ იმუშაობდა და ანაზღაურება არ იყო ცოტა, რასაც მას თავაზობდნენ და ეს დასაფასებელია. მე მახსოვს, როდესაც ძალიან ქოცური გარემოს მეგობრების მქონე ნუცა როგორ ებრძოდა და ხანჯლაობდა თავის მეგობრებთან პირადში და არა მხოლოდ პირადში. საჯაროთაც როგორ უწევდა მათი ოპონირება, ახლობლების ოპონირება, იმიტომ რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. მე მახსოვს იმედის თანამშრომელმა,
რუსკა მაყაშვილმა რა დროს მიიღო იმედიდან წამოსვლის გადაწყვეტილება და მე ამას ვუფასებ. იმიტომ რომ რუსკა მაყაშვილის პირად ცხოვრებაში და მე არ მივცემ ჩემ თავისუფლებას ბევრი რამე მოუყვე და საერთოდ რამე მოუყვე სხვის ცხოვრებაზე, მაგრამ აუცილებელი მინიშნება უნდა გავაკეთო, რომ იყო ურთულესი პერიოდი, უმძიმესი პერიოდი, ისედაც სხვა დანაკარგებს გადიოდა და ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკარგა მისი ერთადერთი შემოსავალი, რომელიც მისი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა და წამოსულიყო იქიდან იმსახურებს მადლობას და დღესაც, როდესაც ძალიან აქტიურ და მწვავე ფაზაშია ჩვენი პროტესტი, რუსკა ყოველთვის თავის პლატფორმებს უთმობს ამ პროტესტს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ შორის ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გადის ადამიანურ ზღვარზე. და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ადამიანობას დავკარგავთ ამ ბრძოლაში, ან სხვას ვაიძულებთ, რომ ადამიანობა დაკარგონ. ვერ დავარწმუნებთ ამ ადამიანებს, რომ ეს ბრძოლა გაიმარჯვებს, მაგრამ ერთსაც დავამატებ. ეს არ ნიშნავს, რომ ქოცადმე რამეში უნდა გავამარჯვებინოთ, რაც არ უნდა ახლო მეგობარი იყოს. ერთია, როდესაც შეიძლება ადამიანს ვერ კარგავ, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ ქოცების გამარჯვებაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ეს გამარჯვება გადის, არ ვიცი, მთავარი ადვოკატის არჩევაზე, გამგებლის, მერის თუ რის არჩევაზეც არ უნდა გადიოდეს. ქოცი სადაც იმარჯვებს, რაც არ უნდა ჩვენი მეგობარი იყოს, ამაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის წარმოუდგენელი და სიგიჟეა. მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ბევრნი, იმიტომ რომ დადგება ის ერთი მომენტუმი. აუცილებლად იქნება ეს ქუჩაში საჭირო საარჩევნო ყუთთან საჭირო თუ სადაც არ უნდა იყოს საჭირო და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი და ადამიანები ჩვენსკენ მომავალ გზაზე არ უნდა დავაბრკოლოთ. ნახეთ როგორ სალონში მოვედით. ეს არის ძალიან მარტივი მოსაგნები, ძალიან. ზედ პავლოვზე. პავლოვი ახლა სხვა არის, ყაზბეგია? მე მაინც რევოლუციამდელი ბავშვი ვარ. აი ამ ლამაზ რიცში ამოხვალთ. აი ამ რაღაცნაირში დედოფლად იგრძნობთ თავს. დედა, მე რაიონაირი გოგები დავხდით, გამარჯობა, მე ყველა რა ლამაზები ხარ. რა ფერადები ხართ, გამარჯობათ. ესე იგი, აქ მოდიხართ და იკეთებთ პედიკურს. ფერები შევარჩიოთ ცოტა ხანში. სალონში დადიან ორი რამის გამო, ერთი რომ თავი მოიწესრიგონ და მეორე რომ იჭორაონ. და მე დღეს შევეცდები რომ ორივე ერთად გავაკეთო. ამ სივრცის მეპატრონემ ბავშვებისთვის გააკეთა ცალკე სივრცე, რა შეგიძლიათ ეგ დასვათ, ითამაშონ, აფერადონ, ხატონ, იკითხონ, გაერთონ და თქვენ ამ დროს პედიკური გაიკეთოთ და გარეთ გაიკეთოთ მანიკური, ეს მოკლედ ძალიან კარგი შესაძლებლობაა. სექსენზესიც მგონია, ისეთი ხალები დაგვახვედრეთ. მე ნუ ცარა ლამაზი ხარ. ამჯერა, იდეა ცხოვრებაში თესა გაგიმართოს როგორც პარკინგში, ნუც. აქ შენაცნობები დაგხვდა? აკი, ნამდვილად ჩემი. ანუ როგორ სალონში ვარ? 5 შვილის დედა. ხაბარია მაგ. აი მე სანამ გადმოვინაცვლებ ვკითხავ. უფროსი რამდენი წესაა? 14-ის. თქვენ რამდენი ხარ? 38-ის. მე ვიყავი 22 წლის რო გავთხოვდი და 23-ის პირველი რო შემეძინა. ვიყავი 110 კილო. What? გამოგიქცავდა. და რიცი დაიგალეთ? სწორი კვებით. რამდენი კილო დაიგეთ სწორი კვებით? 50. რომელი სწორი კვებით? ანუ ჩემი შედგენილი სწორი კვები. ანუ მე თვითონ შევიმუშავე. რესპონდენტი დამახვედრეს ხოლმე. სწორი კვებით ხალოთ? სწორი კვები და პილატესით. აი მე თქვენ ინსტაგრამზე როგორ ხარ? 5 შვილი რომ გააჩინეთ. და როგორ ახერხებდი საკუთარი თავი თან ხალი შენშია, თან პარტნიორი, თან დედა, თან ანუ ძალიან რთული მიქსია. რაც არ დაღლილობა დავიცინო, ვიღვიძე ბედნიერი და მადლიერი. დღის მანძილზე ვცდილობ რომ დავა მენეჯმენტო. ახალ წლამდე ყველა დღე მაქვს დაგეგმილი. დღეს აქ უნდა ყოფილიყავი აი ამ დროს და უნდა გამეცანი. ნამდვილად. დილით იწყება 7-ზე, ან 8-ზე გააჩნია რომელი კვირის დღეა. 3 მიყავს სკოლაში, ან მამას მიყავს სკოლაში, მანამდე ის 3 აუცილებლად უნდა გამოუყვებოთ და შემდეგ ვაღვიძებ ამ 2-ს. მე იწყება ჩემი ცხოვრება. მოწესრიგება აუცილებლად ვარჯიში 12 საათიდან ვიწყებ კვებას. კვება აუცილებლად ჯანსაღი, ვარ დიზაინერი, ვქნი ტანსაცმლის ბრენდს. ჩემი ბავშვების ოცნებაა, ნანუკა, რომელიც ავიხდინე 20 ბარბებიდან გადახოდი ნამდვილ ბარბებზე. გადავედი. სალონი ხო ეს ენერგიების გაცვლა, ქალების ხედან საუბრობენ, ზოგი დედამჩილზე, ზოგი ყოფილზე, ზოგი მომავალზე, ზოგი რაზე. კრახტება. ამ საუბრში რა ხდება? არავინ გაგვიგოს. მე და შევედი ციხე ვარ ხო?
გამარჯობა. კარგად. რაღაც აშკარად ძალიან უცნაურ, კარგი გაგებით სალონში მოვედი დღეს. ნუცი, ჩემო სიყვარულო, მე სალონში მოვედი ფჩხლების გასაკეთებლად და საჭორაოდ. ან მეც. ესენი დავინახეთ და გადავჭრით. აი, ხო, აი ასე. კი ბატონო. ხო, თითო ეს მეც ეგრე დავა. მომთხე როგორ ჩაირა შენმა დაბადების დღემ? ჩემმა დაბადების დღემ ძალიან კარგად, ეს დღე არის დამართლად ჩემთვის აი ძალიან ძვირფასი სხვათა შორის, ხო. და რაღაც მომენტში აი ხო ბედნიერად ჩაიარა იმ დღემ მართლა ყველა ძალიან. აი ერთი წამით რომ არანაირი უხერხულობა არ აქვს პირიქით, აი ძალიან ისეთი სიტუაცია იყო და მეორე დღიდან დაიწყო ერთი ამბავი და ვაძღავდნენ ჩემს მეგობრებს, ჩემს ძალიან ახლო მეგობრებს, იმიტომ რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ერთად ერთ სივრცეში მოხვდნენ. მე ხო ჩვენ ხო ესე ვეძახით ჩვენიანები, ჩვენიანები, აი ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 24/7-ზე მე პირადად აქციებზე ვიდექი, აი ზუსტად ის გოგონები გვანძღავდნენ, რომ როგორ თუ აი ჩემი ძალიან ახლო დაქალები, რომლებიც ასევე 24/7-ზე აქციებზე იყვნენ, როგორ თუ ერთ სივრცეში მოხვდნენ და აი რაღაცა არ ჩაიდინეს. და საერთოდ გონია რომ აი იმენად მარაზმ რაღაცას ვამბობ, რომ აი მართლა არ მჯერა, ზოგადად აი ეს ვიდეოები რაც ჩაიწერა, რომ ვუყურებდი ნანუკა მართლა არ მჯეროდა საერთოდ აი რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, აი რატომ? ჩავთვალოთ რომ მაშინ 80% ჩემი სტუმრების 95% არ უნდა მოსულიყო ჩემ დაბადებას. შენ და შენ მეგობარსაც კი გქონდათ ურთიერთობაში პაუზა. შენ და მარიამს. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე თქვენც ვერ მოახერხეთ. იცი რა ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა რა მაშინ. ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო. იმ რეალობაში იყო მაშინ აი ფიზიკურად წარმოუდგენელი ბევრი რაღაც და შესაბამისად არც ხდებოდა, ბუნებრივად არ ხდებოდა ეგრე. ის კი არა რომ აი ძალიან ვეცადე, მე არა უბრალოდ ეგრე ხდებოდა. არ შეგვეძლო და მორჩა რა. მესმის. მე ამ გოგოებისთვის ძალიან ბევრი ვიფიქრე კომენტარი საერთოდ დამეწერა, არ დამეწერა, მაგრამ მე მივხვდი რომ უბრალოდ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ძალიან მაშინ ჩავერთვებოდით და მე ერთი ამბები ატყდებოდა. მათთვის და ზოგადად აი ესეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ბავშვობიდან არ იზრდებიან, აი მაგალითად იმ წრეში, რაშიც მე გავიზარდე, ხო, ყველა ძალიან აი 9 რა სალონში მოვედი? რა ხდება მარტო? შემოსი. აი ეს ყმარო. ანუ რა სალონში? რა შევი? შენ დასმოა. მაგარი შეკრება. არ მჯერა. ძალამაზი ხარ გოგო. რაღაც არ მიყვარხარ. ხო და რას მეუბნებოდი რა? ხო, აი ეგ ამბავი არის, რომ იმ წრეში ვთქვათ მე ძალიან პატარაობიდან რომელ წრეშიც ვარ და აი თქვენ ხო ყველას პატარაობიდან გიცნობთ და საერთოდ სხვა ურთიერთობა მაქვს ყველასთან. ალბათ მათთვის ძალიან მარტივია რომ ადამიანი უბრალოდ ადგე და ხაზი გადაუსვა და არც კი შეიმჩნიო ის, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ნამდვილად სხვაგან არიან, ნამდვილად სხვა პოზიციაზე არიან, პოლიტიკურად ნამდვილად სხვაგან არიან, სხვა პოზიციაზე. ესე უბრალოდ მათ ხაზს ვერ გადაუსვამ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა არიან შენი. თეატრში, ხო, ყველგან ჩვენ ერთ სცენაზე ვთამაშობთ და ასე შემდეგ. მსახიობებზე მაქვს საუბარი და ესე უბრალოდ არ შეიძლება რომ მიხვიდე და გამარჯობა არ ვთქარ. ისინი არიან ჩემი ცხოვრების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ სხვადასხვა აზრზე ვართ, გვაქვს სხვადასხვა პრინციპები და რაღაცა სხვადასხვა თვისებები და ძალიან სხვანაირად ვუყურებთ ცხოვრებას ჩვენ. მე პირადად იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ არც კი მჯეროდა და გოგონებიც, აი მაგალითად თაკოლოჩოშვილი, ხო, ანუ აუცილებლად უნდა თქვა და ნატალია ჭამიაშვილი, ორივე ჩემი უკარგესი მეგობრები არიან, რომლებიც იმდენად აქტიურები იყვნენ. რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ორივეს. ხო, მათ შორის მეც, მაგრამ მე ესე არ უნდა ილაპარაკო ბევრი რა. თუ ამას აკეთებ და მორჩება შენ, რას მოვაკლდი და რა პრობლემები შეგექმნა და რა სად დაგმოუკეს და რაღაცა არ უნდა თქვა. ეს არის შენი გადაწყვეტილება. და არავის არ უნდა დაამადლო. რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ გოგონებს და არა მარტო ხო, ჩემ დაქალებს ლოლას, ყველას რომ იმის გამო უვლიან, რომ ჩემს დაბადების დღეზე მოვიდნენ. ეგ არის აი არ ვიცი, ალბათ ტოპ მარაზმი, რაც კი შეიძლება რომ გაგავიგო. ყველა შემთხვევაში ძალიან რაღაცნაირად
არასასურველი და ძალიან ისეთი ჩემთვის პირადად სანერვიულო ამბავი შეიქმნა. ანუ მართლა იმი გოგონების გამო. შენი აზრით რას გვეუბნება ეს ამბავი, როდესაც აი ასეთი რეაქცია საზოგადოებრივ რა გითხრა ამ ამბავმა? არც მე უბრალოდ ძალიან რატომღაც იმედგაცრუებული ვარ და ძალიან ნაწყენი. ნუ ეხლა მითხარი ჩვენს ცხოვრებაში რა ხდება? ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი თეატრი, ზედმეტად ბევრი თეატრი და მგონი მსახიობი უფრო ვარ ბოლო პერიოდში ვიდრე მომღერალი. ვიღაც ქალი მეუბნება, ძალიან საყვარელი ადამიანი. აი მეუბნებო, არ ვიცოდიო შენ მომღერალის თუ იყავე და აი მაშინ იმიტომ რომ როგორც მსახიობი ძალიან აქტიურად ვარ ხოლმე ამ ამბებში. მე მხოლოდ ეს ან წითელი, ორი ფერი მაქვს, სხვას ვერ ვისვა. თქვენ ნახეთ გადაცემა, რომელიც იყო ძალიან რეზონანსული, როგორც ეთერში, ისე სოციმედიაში. გადაცემა, რომელსაც ძალიან ბევრი კომენტარი და რეაქცია მოყვა. ისე გავარდა და კარი დაიხურა, თვალებიდან არასოდეს არ მომივარო, ბავშვები როგორ არ დაინდო? ბავშვებს ყიდიო, არ მინდა თავისუფლება მინდაო. ბევრჯერ ეცადა ის, რომ ბავშვები დაეკარგა მუცელიდან. გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდა მეორე მხარე. ანუ ბავშვების დედა და ბავშვების მეორე ბებია. ჩვენ ჩამოვედით არ არის სწორი სტანდარტი. ცელები არა მაქვს და ვერ გავდიოდი ტელეფონზე, მუდმივი დაკავება იყო და ვერ მივხვდით რა ხდებოდა. ანუ გადაცემაშივე ჩანდა, რომ ვცდილობდით დაკავშირებას, იმიტომ რომ სწორი ესია, ეს ფორმატია სწორი. მარიამით დავიწყოთ თუ თქვენით? მარიამი ჯობია. მარიამ, ძალიან აღელვებული. ესე იგი, ჯერ მოდი დავიწყოთ, რისი თქმა ჩვენ გინდა? მოდი ჯერ ჩვენ დაგითმობთ ეთერს, შენ რისი თქმაც გინდა ის ისაუბრე და მე უკვე დაგისვამ შეკითხვებს არ შეგაწყვეტინებ. ძალიან ნერვული პირველ რიგში ეს რომ ნახე 20 წლის ვარ ახლა 16 წლის ვიყავი რომ გავუყევი ძალიან მალევე დავუჩი ფეხმძიმედ ძალიან გამიხარდა რომ ფეხმძიმედ დავუჩი ანუ არ ვცდილობდი არანაირად მოშორებას ბავშვების ექიმებიც იციან სადაც დავდიოდი თუ ანუ რომ ვუვლიდი ჩემ თავს და ვხედავდი ძალიან ბევრჯერ დავეკონტაქტე მიწერე რომ მეთქი ბავშვები მანახე ერთ დღეს ვურეკავ ანუ მესენჯერზე ვურეკავ დაიდო ტელეფონი და თვითონ მელაპარაკებოდა. ანუ მოდი რომ დავაკონკრეტოთ. მაშინ როდესაც დაუკავშირდი და გიპასუხა. დიახ. ანუ თვითონ შენ უკავშირდებოდე ბავშვების სანახაობებს, დიახ. მე არც იმის სული მქონდა რომ ის დამლაპარაკებოდა არაფერი. უბრალოდ მინდოდა რომ ბავშვებს ანუ ჩემი სახე ცოდნოდა და ანუ მე გავეცანი ანუ ბავშვებს. ნიკა და ლუკა მაგდროს ანუ ცოტას ლაპარაკობდნენ დედას იძახდნენ და ესეთ რაღაცებს და ჩემი ხმა რო გაიგო, მოვიდა და ტელეფონი აიღო. დიახ. ტელეფონი აიღო და ანუ დედაო იძახდა და ეს რაღაც ტელეფონს სახესთან იდებდა. ქალბატონო მარინა მუთხრა რომ ესო დედა შენი არ არისო. და მე უთხრა რომ რანაირად ლაპარაკობ მეთქი, სულ ჩხუბობდით. რანაირად ლაპარაკობ მეთქი და რა იყო გეწყინაო და კაი ვიხუმრეო. და ჩვენ ნერვებზე ფაქტიურად მოქმედებდა ნერვებზეც. ვიჩხუბეთ, ვიკამათეთ, კიდე დამბლოკა. შეიძლება ვიკითხო რა თემაზე იჩხუბეთ, თუ ეს რაღაც ძალიან პირადი არ არის. არა, ანუ არ არის პირადი, შენც წახვედიო, ანუ დედა ჩემზე არ ვიტყვი იმ სიტყვებს, ანუ წახვედიო და შენ ანუ თავისუფალი ცხოვრებას გულისხმობს, ანუ ბოდიშუნა ვიხმარეს სიტყვებ, ანუ გაბოზდიო და ეს რაღაცებს მეუბნებოდა და მე მეუბნებოდი რომ ანუ რო ბრაზდებოდი, გაბრაზებულზე მეუბნებოდი რომ ეგეთი ქალი შენ ხარ მეთქი, მე არ ვარ თქო, გაბრაზებულზე ხა ყველა ვიტყვით ცუდად რაღაცას. და მე ვჩხუბობდით. ანუ მაგ თემებზე ვჩხუბობდით და მე ბლოკავდა ხოლმე. ერთხელ ჩამიგდო ვიღაცა გოგო არის, იმ გოგოს ფოტოც მაქვს. მანქანაში ზიან. წინ ლევანიზის ჩემი ყოფილი მეუღლე. წინ ლევანიზის და ბავშვები უზით, ერთი მამამის უზის, ერთი იმ გოგოს უზის. მიგდებს ესეთ ვიდეოს, რომ დამათ უკვე დედა ყავს, არ ჭირდებიო.
და მე მივწერე რომ ჩემს გარდა ვერავინ ვერ იქნება მაგათი დედა მეთქი. შენი დედამთილის ეგ დამოკიდებულება რას მოყვა? 1-2 თვე კარგად ვიყავით ერთმანეთში. ფეხბურთს დავრჩი. მაგცევდა ყურადღებას, ვერ ვიტყვი, ყველაფერს მყიდულობდნენ საერთოდ, ვერ ვიტყვი, არ მყიდულობდნენ, ყველაფერს მყიდულობდნენ. ექიმთანაც თავის დროზე დავდიოდით, არ ვაცდენით ექიმს. უკვე როცა გაჩნდნენ, მე იწყება პრობლემები შენთვის. რატო? დედა უნდა ვთქვა. არა ხარო ქალიშვილიო და ეს არა ქვია. ესეთი შეგრძნება ქონა. მე დავუფიცე რომ არავისგან არ მყავს მეთქი ბავშვი თქვა, არავისგან არ ვარ მეთქი ფეხბურთი მეთქი ერთი თვის მე ხდება ეგ, როცა ვჩები ორსულად. ეგ სამავთყოფოშიც თქვა და ექიმა გააგდო. შენს ორსულობაში ეჭუ შეეპარა რომ ეს ბავშვები მისი შვილიშვილები იყვნენ? ხო სწორად გავიგე. და შენ გაიგონე რომ თქვა რომ დნმ-ის ანალიზი უნდა აეღო. კი. მე ვუთხარი რომ მეთქი თუ ეჭვი გეპარება თქო ამაში მეთქი წავალი მეთქი სახლიდან თქო როცა უკვე მოთვა ჩემს მიმართ არაო ისე ვთქვიო. ერთ დღესაც თავის შვილის ორსულების პერიოდში დავაბარე ის მუშაობდა დაცვის სამსახურში. თან იქ იყო დაცვის სამსახურში და პატარა იყო ისიც. მუშაობდა და დავაბარე ბანანი და მაწონი მინდა და ძალიან. და რო ამოიტანა ის ღუმელთან დაჯდა, თვებოდა და მე დავიწყე ჭამა რომ ძალიან მინდოდა, არ ვიცი, ძალიან მინდოდა და ეს ქალი ეუბნება რომ მე ვიციო თქვენ რასაც გაგიკეთებთ, ჯერ რო ქმარი ვარ დამჯდარაო სუფრასთანო და ეს ზისო და ჭამსო და ლევანი მაგ დროს ეუბნება რომ დაანებეო თავიო ჭამოსო. აი რასაც ყვები, შენი ქმრის როლი რა იყო ამ ყველაფერში? აი მაგიტო შემიძლია და ზუსტად. უნდა ეთქვა დედამისისთვისაც, ჩემთვის მე თუ დამნაშავე ვიყავი, ეთქვა რომ მარიამ, ეს დედა ჩემია, ჩემი გამზდელია. არ მოიქცე ცუდად. დედამისისთვის უნდა ეთქვა რომ ეს ჩემი მეუღლე არის, ჩემი მეორე ნახევარი და არ მოიქცე ამას ცუდად. ერთმანეთში ქონდეს კარგი დამოკიდებულება. ანუ ამას ის ხალი არა ის მარინაბოში არ აღებინებდა ხმას. რაღაცას რო იტყო და ჩემ დასაცავად, ანუ რამეს თუ იტყო და ჩემ დასაცავად, ეხა შემოგარტყავს სახეში და ანუ ესეთი რაღაცები. უკაცრავად ვინ ვისეუბნებოდა ამას? მარინა აბაში ზეუბნებოდა თავის შვილს. ლევან მიქელაძეს. აჰა, თქვენს ქმარს ყოფილს. დიახ. რამდენი წლის იყო ლევანი ამ დროს? 20 წლის იყო. და რას პასუხობდა დედას? არაფერს არ პასუხობდა. ერთხელ ტელეფონიც დაულეწა დედამისმა და არაფერი, ანუ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა. რატო დაულეწა? ანუ სულ ტელეფონში იყო არა გვაქცევდა ყურადღებას და მაგის გამო დაულეწა ტელეფონი. ამ ყველაფერში თქვენი ბიჭის როლი რა იყო? ვერაფერს ვერ შობოდა. ანუ უნდოდა რომ დაელაგებინა სიტუაცია და უნდოდა რომ ბედნიერი ყოფილიყო და როგორც ერთ-ერთი მამაკაცი და გვერდში მდგომი მეუღლე ისე უნდოდა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. აი როგორ ცდილობდა დაალაგებას? ეხვეწებოდა შენ როგორც გინდა ისე ვიყოთ. არ გინდა ჩემი თავიო. დაჟე მეც ვუთხარი, არ გინდა ჩემი შვილი და არ გიყვარს, მე ვუთხარი გაგიყვან ცალკე. შენ შვილებთან იყავი, მე გიქირავებ, გადაგიხდი ქირა საჭმელს მოკიტან, ოღონ შენი შვილები გაზარდე და ჩემი შვილი თუ არ გინდა, გავა გვერდს. ან ჩემი შვილს გავუშვებ სახლიდან და შენ იყავი ჩემთან და დაგეხმარებითო. ის ნორმალური არის, როცა ელემენტარული კამათზე ხმას იწერ სახლში. ფსიქოლოგიურადაც ხო ცუდი რამე არის ეგ. რას გულისხმობთ უნდა მითხრა? აიღებდა ტელეფონს, ზუსტად ესე ქონდა, ხმას იწერდა. ეგ სამავთყოფოშიც გამიკეთა. ანუ ახალი ოპერაციები ვიყავი, დაბლა ჩავედი, მალე დავდექი ფეხზე, რომ ბავშვების ნახვა მინდოდა. მალე ჩავედი და ეგენი, ანუ ეგენი რატო დაუბლოკე? ფანჯარა დამიკეტეს. ანუ მოხსნეს რუჩკა მოხსნეს ფანჯარა დამიკეტეს და მე ვიყავი ძალიან მომატებული და ვერ ვსუნთქავდი. და რო უთხარი ექიმებს რომ გამიღეთ ფანჯარა მეთქი რომ ყველა ორსულის ოთახში არის გაღებული ფანჯარა. ქალბატონმა მარინა აბაშიძემ ესე მითხრა რომ არ გადახტესო. უკაცრავად რატომ გაუჩნდა ეს რომ უნდა გადამხტარიყო ფანჯარა? დედინაცვალმა უთხრა. და ანუ დედინაცვალმა დაურეკა და დედინაცვალმა უთხრა. გავიგე. მარინასთან მომივიდა მაღაზია ჩხუბი. უთხარი აქ აღარ მოხვიდეთ მეთქი. ნერვები დამაგლიჯეთ მეთქი და აღარ თუ კოკაკოლა.
გასწავლე. ნერვები დამაგლიძეთ მეთქი და არ მოხვიდეთ აქ მეთქი, თორედ ოჯახის ზანგრევის სურვილი არ მქონია, არანაირად არ მქონია, ბავშვების დატოვების სურვილიც არ მქონია. როცა გაჩნდნენ ბავშვები, იმდენად არ უნდოდა ოჯახი, არაფერი მიზეზი არ ქონდა და არაფერს ასახელებდა. უბრალოდ არ მინდა, თავისუფლება მინდაო. ბავშვები გაჩნდნენ, ყველა დაგუბლოკა იმ დღეს, მეორე დღეს უფრო სწორად და მე როგორ სამშობიაროში დაგვრეიცა იყო. ანუ ხო, ჩვენ Facebook ანუ ჯერ კიდევ სამშობიაროში იყო? ხო, ერთი დღეს გაჩენილი ბავშვები ძალიან ცუდად იყვნენ, რადგან ხო, აპარატებზე იყვნენ და ჩემმა შვილმა TikTok გვერდზე ნახა, რომ დაედო ბავშვებს ყიდიო, უპატრონოდ ვარო და როცა დაგბლოკა და ვეღარ უკავშირდებოდით, მივცვივდით სავადმყოფოში, მივედით რეებს აკეთებ, რას ჩადიხარო. ანუ თვითონ და თავის გვერდზე რო ყიდი ბავშვებს. როგორც კი ჩავალაგეთ, ყველაფერი დალაგდა სავადმყოფოში, გამოვიყვანებით სავადმყოფოდან და აი არ ვიცი, არ მინდა ოჯახიო. აი იძულებით ვაჩერები და ვთხოვდი, რომ ბავშვებს ძუძუ დაეტოვებიათ, თუ მაინდა-მაინც წასვლა გინდათ, ჯერ პატარები არიან და რაღაც ესეთები და აი დედამთილთა რუსიანმა მოგივიდა და ქმარს არუზე არ მელაპარაკებოდა. მაგ თემაზე? მეგუტებოდა. ვინ? ლევანი. რატო? ანუ თვითონაც მეგუტებოდა, არ მელაპარაკებოდა. ანუ არასოდეს არ გისაუბრია იმაზე, რომ დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ქონდა? ვუთხარი, რომ მე მეთქი ვეღარ გავძლებ მეთქი აქ თქო. ხო და ანუ იმას არ უთქვამს ჩემთვის, რომ დარჩი არ წახვიდე, მითხრა რომ თუ წასვლა გინდა წადი. ბავშვები რო გაჩნდა, მარინაც მეუბნებოდა, რომ წადიო იტალიაში უმუშავეო და გამოუგზავნეო ბავშვებს ფულიო. რამდენი ხანი მოუწევთ თქვენ ძალს თქვენ სახში ცხოვრება? წელიც კი არ იყო რაღაც 11 თვე მგონი. ანუ ამ 11 თვეში 9 თვიანი ორსულობაც იგულისხმება? 8 თვიანი. 8 თვიანები იყვნენ. ხო, ანუ 11 თვის განმავლობაში მოასწრო ოჯახში შემოსვლა, შვილები გაჩნდა 10 თვე არა. ჯერ ვუთხარი, რომ წამოვიყვანე მეთქი. ერთ დღეს მეუბნება, რომ წაიყვანე, მეორე დღეს მეუბნება. ეს არ ეხება დედამთილს. ეს მოვიდა და სახალხოდ ესე აცხადებს, რომ დედა არ ყავთ ბავშვებს და მიატოვე, მე ისინი არ მიმიტოვებია, ბავშვებისთვის ვიბრძოლებ. მარიამ, ეს რომ არ მომხდარიყო. შულსაც ანუ შენ უფრო ეს არის მიზეზი, ანუ ჩემი ეთერი. არა, მე სულ მოვიკითხავდი, სულ დედა ჩემთანაც სულ მქონდა, დედასთანაც მქონდა კონტაქტი. ანუ კონტაქტები დედა მიცოდა როგორ ვიყავი მე და არ გაგვიწყვეტია, უბრალოდ მაშინაც წამოვიყვანდი ბავშვებს. მაგრამ 3 წელი ეს არ გიქნია. თან მეც თურქეთში ვიყავი, სამუშაოდ ვიყავი წასული. ეხლა ჩამოვედი 2 თვე არის სადღაც ჩამოვედი. ბათუმში გავაკეთე პასპორტი. იუსტიციის სახში მუშაობს ლევანი. მივედი, ანუ სპეციალურად ახლოს დავუდექი, რომ მოვამეთქი დამელაპარაკება თქო. დამინახა, მიყურებდა, მაგრამ არ მოვიდა. რატომ შენი აზრით? არ ვიცი, მაგაზე მე არ ვიცი. თვითონ სად არის ამ დროს? ანუ ბებია ხო გამოდის? თვითონაც ხომ მშობელია, სად არის ამ დროს? რატო არ იჩნდება, რატო არ გამოდის? მაგას უნდა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვითხრათ თვითონ ბიჭამ და საუბარ და დიდად არ გვიცდია.
ჩვენ ბებიასთან შევეცადეთ, მე წყულს ვერ ვიტყვი, მე ვერ ვიტყვი რომ ლევანთან შევეცადეთ და მან უარი გვითხრა. ესე არისო. თან ალბათ იცი რომ ბათუმში უშავს იქნე ჩავსულიყავით და მოკლედ ჩვენთვის გადაცემის გმირი იყო ბებია. მე შემდეგ უკვე თხრობაში არ ვიცოდით რას მოგვაყვოდა. და შემდეგ უკვე თხრობაში ისეთი დეტალები მოყვა რომ მივხვდით რომ აუცილებელი იყო შენი ჩაწერა გადაცემაში და ვერ დაგიკავშირეთ როგორც გითხარით თავში. აბსოლუტურად სხვა რაღაცებს ყვები ძალიან განსხვავებულია იმის გარასაც შენი ყოფილი და ერთულიყობა. ძალიან ოღონდ ისევ სანიშნავს რომ მე შენი არ მჯერა უბრალოდ ხაზი გავუსვი რომ ძალიან განსხვავებულია. ქალბატონ ნანუკა ფეხმძიმეთ ვიყავი. თავისი ნათესავმა რო დაურეკა, აი ის რო გითხარით რომ პოლიციას ეკითხებოდა მე. ხო. თავის მონათესავმა დაურეკა და სულ აინტერესებდა და როგორი ორსულობა მქონა, როგორი ვიყავი, ანუ მოპუტკნებული რო ვიყავი, უნდათ ჩემი ნახვა. და ამ დროს წმინდავდი პოვს და რატო აწმენდინებ ორსულად არის რომ რამე არ მოუვიდეს და არაფერი არ მოუვაო. დილას ვიცოდი რომ უკვე იღვიძებდა. საჭმელს მიმართმევდი ოთახში, ყავას და რო არ მეკოცნა, აი ყელში მიყვარდა ძალიან კოცნა, ფუმფულა ყელი ქონდა და რო არ ჩავხუტებოდი და არ მოუფერებოდი, არ რადგებოდა, იმდენად მოეჩვია, რომ ყოველ დილას ელოდებოდა, რომ დედამთილი შემოვა და ჩამეხუტებაო. რო არ შევსულიყავი, შანსი არ იყო, 3 დღე მშიერი იქნებოდა და არ რადგებოდა. ამ ბავშვი ხარ შენ და შენი ყოფილი დედამთილი. და ეხლა მინდა შენი ქმარი მოუძებნო. აი ზოგადად შენ ქმართან როგორი ურთიერთობა გქონდა? ნორმალური ურთიერთობა მქონდა, ვერ ვიტყვი რომ ცუდი ადამიანი მართლა არ არის. ძალიან მშვიდია. ძალიან მშვიდი ადამიანი არის, მაგრამ არასდროს ანუ ყოველთვის აქვს ანუ მეტი პრიორიტეტი აქვს კაცს, რასაც იტყვი, ანუ მაგალითად დედას ეტყვი, ესე მოიქეცი, დედა შენი მომლისთვის და შენი სიკეთისთვის ყველაფერს გააკეთებს, ხო? ჩემთვის მე თუ არასწორი ვიყავი, ჩემთვის ეთქვა. მაგრამ ანუ არ იძახდა, მარტო დედამის ედგა გვერდში. დარინა, რას დაამატებთ? თქვენს გინდოდათ ჩემი ეთერის გამოყენება და მე გითმობთ დიდი სიამოვნებით ამ ეთერს. მე ჩემს შულს არ ვამართლებ. არ უნდა დაეტოვა ბავშვები და არ ვიცი რა. აი რომ გაჟღერდა თქვენთან დაკავშირებით, მე ვიცი რომ თქვენ ამაზე საუბარი გსურდათ და მინდა რომ აი თქვათ რაც გინდოდათ რომ აი რომ ის რომ თქვენი შვილი დატოვებული თქვენ არ ყავდათ, ხო? კი, მე ჩემი შვილი არ ყავდა დატოვებული. და მამა განშორებული იყვენ, როგორც ეს დატოვა პატარა, ისე დაუტოვებია ამასაც და სულ იმას იძახდა რომ როგორცო დედამ მე დამტოვაო, ისე არ დავტოვებ ჩემს შვილებსო, მაგრამ როგორც დედამ ისე აკეთებდა, აი ისე ანალოგიური გაუკეთა მის შვილებს. მეგონა რომ მართლა ისეთი ტკივილი ქონდა ნატარები, რომ მე ჩემს შვილებს ესე არ გავუკეთებო, მაგრამ ზუსტი ანალოგიური გაუკეთა. მე ჩემი სულ ჩემს შვილის საავადმყოფოშიც ფსიქიატრიულშიც ვიწექი. მე ჩემი შვილი არ დამტოვია იქაც. ჩემს შვილთან ერთად ვიწექი. თუ გინდა ყველგან იქ ხო ჩანს ყველა ისედაც მჯერა რას ამბობთ? მეც პატარა ვიყავი, რომ ჩემ მეუღლე ყოფილა მეუღლე მომიტაც. მაგრამ მე ჩემი შვილი წამოვიყვანი და ისე წამოვედი, ცოცხალი მკვდარი გამოვედი. მე მაგ სახლიდან ჩემ ნაცავმა წამომიყვანეს. 5 წელი ვცხოვრობდი ჩემ მეუღლესთან. მაგრამ არ დამიტოვია მე ჩემი შვილი. მაგრამ წავედი იმის გამო რომ ხო მიცით რომ მაშინ სხვა პირობები იყო და ძალიან ჭირდა. წავედი მე ჩემი შვილისთვის რომ მე რაც მეკლდა ბავშვობაში, რაც არ მქონდა, მე მინდოდა რომ ჩემ შვილს ქონოდა. ჩემ შვილს მე ყველაფერი გაუკეთე, ყველაზე კარგად ეცვა, ყველაზე კარგი ტელეფონი ქონდა. აი არ ვიცი, მასწავლებლებთანაც ვამზადებდი. მამამისთან მიდიოდა მე რომ დავტოვებდი ჩემ დას ერთად ცხოვრობდით რა რომ წავიდოდი მე ჩემ დასა მე მოვიდოდნენ მამამისი და ისინი
წაიყვანდნენ მე კარგი თუ იქ ისწავლის, იქაც მეხმარებოდი მე. მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორეთ ყოფილი მეუღლე რა, ბავშვმა 3 წლის იყო ხო და იქ რომ მიდიოდა, მე ჩემი შვილის არასდროს არ მეთქვია მამამისზე ცუდი. ქალბატონმა მარინამ რომ დამირეკა, ვიყავი თურქეთში ვიყავი და მირეკავს რომ ისა ორაქო შენი შვილი მგლებმა დაგლიჯესო. თუ ამას ტყუილს ვამბობდე ღმერთო, აი არ ვიცი რა. მარიამიც თურმე გვერდზე ჯდომილა მაგ ქალბატონის გვერდზე. გელმა დაგლიჯაო, პოლიცია სამავთყოფოში წავიყვან, პოლიცია არ მიშვებსო. მეც გადამიტრიალ და გულივე წამიყვანეს იქ რო მოვედი გონზე. ანუ გული წაგივიდათ? კი, აბა რა, ესე რომ მითხარ, თან ისეთ იმეებში ყვიროდა რაღაცნაირად იმაშვებოდა, რომ მართალი მეგონა. ხოთა რომ მოვედი აზრზე, მე მირეკავს, თავისი შვილიც გვერდზე ეჭდა, მირეკავს და სიცილით მე ქალო ნორმალური ხარ მეთქვი, შენ რეებს აკეთებ. მე იმის მე თქვენთან კონტაქტი არ მინდა მეთქვი რა. მე ჯერ ჩემი ცხოვრება ისეთ სიმწარეში მაგ გამოვლილი, დედაჩემი ავადმყოფის სიმსივნე ქონა მე-4 სტატიის, დედაჩემს მეუყურებ, დედაჩემს მეიმავშვები, კიდე მარის ესეთი პრობლემები. კიდე ეს ქალი ხან იმას ამბობდა, ხან ჩამოდიო, ხან არ ჩამოხვიდე შენ შვილს ოჯახს დაუნგრევო, მარიც მეუნებოდა. რაო? რო არ ჩამოხვიდე ოჯახს დამინგრევო, ხან ის ქალიც მეუნე ჩამოდიო. და უკაცეთ მარი რა წგონებებს თქვენ შვილი? ერთად იჯდნენ ის რასაც ეუნებოდა ალბათ ან ეს არ ვიცი, ვერ გავერკვიე ვერაფერში ქალბატონო ნანუკა. მაშინ არ მოვალმე, ოღონ ჩემი შვილი კარგად იყოს მეთქვი. ყველაფერს დავთმობ საერთოდ, ოღონ მარი კარგად იყოს მეთქვი. მე ჩემი შვილის გულზე იმდენი ვიბრძოლე, სულ პოლიციელებში დავყავდი. ვის? მარის რო გაიქცეო და სახლიდან სულ უკან დავსდევდი. ანუ მარის ამოთრო პრობლემები ქონდა. ფსიქოლოგიური არა, და ფსიქოლოგიური არ ქონდა, იქ ექიმიც მეუნებოდა. ამბობ არაფერი. პროტესტი ქონდა, მოდი ეს დავარქოთ რა, ეს არის გათამამებული. პროტესტი ქონდა, რაღაცეების პროტესტი ქონდა. კი და არ ვიცი, მამამისზე რო ამბობს 500 ლარიო, ესაო რა ქვიაო, მომთხოვაო ჩამოსვლაზეო. არ ამგონია რომ ეგრე ეთქვა მამამისი. ჩემი გამწარება უნდა და ჩემი შვილის გამწარება უნდა, მაგრამ მე მაგის უფლებას არავის არ ვიცემ. მე ყურაც გავწარდი. დედას თხოვე მოდით, მამას თხოვე მოდით. აი ყველას თხოვე რომ მოდით, იქნებ მე ვერ ხვდები, იქნებ თქვენი შვილი ცუდად არის და თქვენ გითხრას. მოდით, მე უთხარი თქვენ შვილთან მოდით და დავილაპარაკოთ. მამამისმა მითხრა 500 ლარი დამირიცხე და მოვალო. რისი 500 ლარი უნდა დაგირიცხო, კაცო, მე უთხარი, შენი შვილი ნახო იმის გამო ფული უნდა დაგირიცხო, თქო? მამა ჩემი ცუდი გულის ადამიანი არ არის. რამოდენიმე თვის უკან მე რო თურქეთში ვიყავი, მეუბნებოდა კიდეც რომ მამიო, გეხვეწებიო, იმ ბავშვებს ერთხელ მაინც ჩამახუტეო და წამოვიყვანოთო. მე რო ჩავიდეო, არავინ გამომატანსო, მაგრამ შენ უფლება გაქვსო და წამოვიყვანოთო. მე ჩემ პატივს ვცემო როგორც პაპაო და ანუ ვცემ ჩემ პატივსო და აქ გვეყოლებო ერთი კვირა იქნება, ორი კვირა თუ რამდენი ხანიც იქნებაო. მეც ვუთხარი რომ რაღაცას გავაკეთებ, მეთქი ელემენტარულად თვითონაც ვუთხრა, იქნებ გირით ავიღოთ ბინაო, ანუ იმუშავე იქნებო ცოტა ხანში გირით ავიღოთ ბინაო და წამოვიყვანოთო. ანუ ჩვენც გვიცნობდესო და იცოდნენ ბავშვებმაო და არ დაუკარგოთ ერთმანეთიო. არ მქონია თავში ის ფიქრი რომ სულ მივატოვებ და არასდროს არ ვნახავ. ყოველთვის მინდოდა ჩემ შვილთან რომ ახლოს ყოფილიყავი, ახლოს როგორ, აი დაქალურად, აი ყველანაირად, აი მაგრამ ვერ არ გამომივიდა. ეს ემიგრაციის დისტანციის გამო? არა, მანამდე სხვა ცხოვრობდი მე. რატო არ გამოგდიოდა თქვენი აზრით შვილთან კომუნიკაცია? ბავშვი ხან მამა უნდა და ხან ჩემთან უნდა და იქ წავიდო და მე ამბობს რომ იქ ალბათ დედნაცვალი რო ყავდა, მე ქალბატონზე ცუც არ ვიტყვი, მაგრამ იქ ბავშვიც რო ყავდა, ალბათ მაღაზე ეჭვიანობდა მეორე ბავშვი რო იმას. მე ჩემ შვილს თუ უყიდულობდი და ტასაცმელი მიმქონდა, მე იმ პატარა ბავშვისთვისაც მიმქონდა, რომ ის პატარა ბავშვმა ჩემმა შვილმა რო ჩაიცვას, იმანაც რო ჩაიცვას. ქალბატონ მარინას ხო, მაგის უფლება არ აქვს, რომ დედამისმა მიატოვა ჩემზე თქვა. დამიმტკიცოს ეგის. მე როდის მივატოვე ჩემი შვილი. მე აქავარ, მე არსად არ მივდივარ. მე ველოდები მაგას რომ დამიმტკიცოს, აბა სად მივატოვე მე ჩემი შვილი. მე ჩემი შვილი არსად არ მიმიტოვებია. როდესაც ეს მოვლენები ესე განვითარდა, რაღაცნაირად სახალხო თქვა დაიქცა და ასეც რომ არ ყოფილიყო ზოგადად იდეაში რას ურჩევთ? კი არა და თქვენ შვილს ხო? ჩემ შვილს იმას ურჩევ, რომ თავის შვილების
ისევ თურქეთში მიდიოდა, ცოტა იქ დავაგროვებ და მე ევროპისკენ მინდა წასვლა, მაგრამ თუ ესე იქნება ეს სიტუაცია, მე აქ დავრჩები, იმიტომ რომ დედაც მეუბნება რომ დაგეხმარებიო და რომ მე მინდა რომ ჩემმა შვილმა თავის შვილები თვითონ გაზარდოს და რა თავის გვერდზე ყავდეს. არასოდეს მართლა გეუბნებით ძალიან პატარა ვიყავი რომ მედეგი ხოლმე რა ბავშვებს და რო იძახის რო კლავდო არასდროს არ მიცდია. ჯერა ფერწუნებია. თუ იმის შემოსავალი გექნება რომ იქირაო სახლი, რა ვიცი ადამიანებს არ აქვს საკუთარი სახლი ნაქრევში ცხოვრობენ, მაგრამ შულებს ზრდიან. 3 წელი ხდება თებერვალში, 17 თებერვალს და ჯერ ერთხელაც არ მოუკითხია. ერთხელაც რამოდენიმეჯერ მე თვითონ დავრიყე, ბავშვები ცუდად იყვნენ, რეანიმაციაში მყავდა ერთი ტყუპის ცალი და ექიმმა მთხოვა რომ დედასო დავრიყეო და იქნებო მოვაო დედაო და შეგრძნებაზეო, კარგად გახდებაო და იმ წამსვე დავრიყე. მითხრა რომ არაო, ქალო მე რას მირეკაო, მე არც ექიმი ვარო, არც ღმერთი ვარო და მიდი მიადექი და მიხედევიო და ვსო. რამდენჯერაც დავეკონტაქტებოდი, იმდენჯერ მეუბნებოდა რომ 3 დღე წაიყვანეო. მე მეტყოდა რომ ვერ გაგატანო. ვეღარ გავიგე რა უნდა და მე მეუბნებოდა გინცოს მუშაკებთან ერთად მოდი ვისთანაც გინდა მოდი არ გაგატანო. არ გაჩერდებიან შეთან, როგორ არ გაჩერდებიან შეთან. ხო, ზდის, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ზდის. მაგრამ მეც მინდა რომ მეც ვსდიდი პატარაობაში მე მყავდა ძუძუზე მყავდა არასდროს თვალი არ მომიხუჭავს და რო იძახეს რომ აგდებდაო საწოლიდან არასდროს თვალი არ მომიხუჭავს სიმართლე უნდა თქვას და ანუ არ შეიძლება ეგეთი რამე ნაოპერაციები ვიყავი ბავშვები იწვნენ ფილტრებზე ქონდათ პრობლემა ბავშვები იწვნენ რომ რძემი მქონდა ხოლმე ანუ რო არ გადამექცია 1 საათის გზაზე რძემი მქონდა ხოლმე იქ ექიმაც იცის ყველა მიცის ანუ მიმქონდა ყოველ ერთი შენი აზრით ეს მისი დამოკიდებულება აი რატო იცლობდა აი ხან კარგი იყო ხან ცუდიო შენ თვითონ თქვი აი რა ხდებოდა აი მინდა რომ ამბავს დავეწიო რა ია პრობლემა რაში იყო ქალიშვილი რომ არ ვიყავი აი მაგაში პრობლემა მაგაში იყო მაგრამ მაგას თავიდან მეორე საიდან გაიგო ქალიშვილი ყავით რა მაბატია ძალიან დიდი ბოდიში ეგეთი წესი ქონიათ მეორე დღეს რო ავიდა უნდა ენახა რაღაც ჩემს ოთახში საწოლზე და რო ვერ ნახა ერთი ამბავი შექმნა. რო? ანუ შენ არ ხარო ქალიშვილი და ერთი ამბები შემიქმნა. ეხა წესით თმებით უნდა გათრიო და გაგაგდო აქედანო. და მე ვუთხარი რომ წავალ მეთქი, ვალაგებდი მართლა მოვდიოდი. და მე დედაჩემს დაურეკეს. დედაჩემს აწყეს და ეხა იქიდან იწერება რომ ესა რა ქვია დედა შენიო მაშინო შენ რო ქალიშვილი არ იყავიო სახლი სადაპირა დედაჩემო ეს სახლი რაო და თორწინდება დაშონე სახლს გიყიდიდაო და დედაჩემს ესეც სიტყვა არ უთქვამს დედაჩემო უთხრა თუ არ გინდა თუ გამოუშვითო ზუსტად ესე უთხრა მეც მოვდიოდი წავალ მეთქი არ არის პრობლემა თქო წავალ თქო და აღარ გამომიშვეს მაგ დღეს წამიყვანეს მუსლიმანურად მოინათლეო იმის მერე სულ მახსენებდა მაგას და რომ ანუ ქალიშვილი არ იყავი და აი შენ ეს გააკეთე, ეს უნდა გააკეთო, ეს გააკეთე, ეს უნდა გააკეთო. აი რა არის ის რა არის ეს გააკეთეს, რასაც გეუბნებოდა? სიტყვაზე ვიძახი რომ კიდევ ამბობ რომ ორსულობაში ჰემოგლობინი მქონდა დაბალი. ჰემოგლობინი მქონდა დაბალი, თან ძალიან მოვიმატე და რო რაღაცა ჭურჭელს არ გავრეცხავდი ან რაღაცა, ანუ მეუბნებოდა ეგრევე მამაჩემს ურეკავდა. შენ ჭურჭელს არ ეცხავ შენი შვილია? ჭურჭელს არ ეცხავ შენი შვილი ფოტოს უგდები მამაჩემ ისე გადაიყვანა ჭკვიდა რომ აღარ დამირეკოთო. არავინ აღარ დამირეკოთო. ბოლოს მამაჩემს მე ვეხვეწე. რომ მამა მეთქი გეხვეწებითქო. ერთ-ერთი მშობლისგან მჭირდება თანხმობა მეთქი. რომ პატარა რო ვარ, ყველას გონიათ რომ არ მაძლევენ მშობლები უფლებას და გადაიყვანენ ბავშვთა სახლში მეთქი ბავშვებს თქო. რადგან გუგოს მშობლებისგან თანხმობა არ აქვთ მე. ხო არასრულწლოვანი იყო და მოკიტაშვილი. ამ ქალმა იმდენი გააკეთა, მარინა აბაშიძე იმდენი გააკეთა, მამაჩემ ჭკვიდან გადაიყვანა, მამაჩემ არ დამთანხმდა და ბოლოს მე ვეუბნებოდი რომ დამაცადე მეთქი მარტო დაველაპარაკები დამშვიდდება. ამუხსნი და ესე წავამეთ, მართლაც მარტო რომ დაველაპარაკე, დავურეკე. მითხრა რომ მამიო ეხა მარტო ვარო, მივალ იუსტიციის სახლშიო და შენ დაელაპარაკებ და მეც მოვისმენო, გოგოს დაველაპარაკე იუსტიციის სახლში და ავუხსენი რომ პატარა რო ვარ 17 წლის 17 წელს გავხდი გავაჩინე ბავშვები და მჭირდება ერთ-ერთი მშობლისგან თანხმობა. რო ბავშვები გამოგეყვანა, არისი თანხმობა იყო?
ანუ რომ მშობელი თანხმდება, რომ მომენჭოს, ანუ ბავშვის გავიგე, შენი ბავშვზე უფლებებით რო გამოვიდა. კი, მელოდებოდნენ სამატყოფოში. მომად შემაც მივიდა და მე მოაწერა ხელი. დედა ბინას თუ იყით და ეს აღარ იქნებოდა პრობლემა? ხო, დედაჩემს. ანუ დედა შენს უნდა გადაეხა და ამაში. დედაჩემს თუ ექნებოდა, ეხაც მოწერილი აქვს სკრინის მაქვს, თუ დედაჩემის, ანუ სახლი უნდა ეყიდა, დედა შენმა ისე თქვაო. დედამისმა ისე თქვა, რომ მე ჩემშოსო სახლს ვუყიდიო და მანქანასაც ვუყიდიო. გები მაქვს? პრობლემა აღარ იქნებოდა. პრობლემა აღარ იქნებოდა, დამთავრდებოდა პრობლემა. და დედაჩემს ესეთი რაღაც არ ქონდა ნათქვამი. სახლის ყიდვის საშუალება რო ქონოდა დედაჩემს, ანუ თავისუფლად ჩემთვის იყიდიდა და ეხლა თავის შვილიშვილებს ექნებოდა. მე არც არავისგან სახლი მჭირდება და არაფერი არ მჭირდება. ანუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს რასიზა. კი, ბავშვებისთვის იბრძოლებ აუცილებლად. ჩვენ აქ ვართ, თუ დაგჭირდება ჩვენი გადაცემა და მე მაქვს რომ დაგჭირდება. ჩვენ აქ ვართ, ყველა კონსულტაციის სახითაც აქ ვართ, ჩვენ შეგვიძლია რომ წამოყვეთ ადგილზე. რო უფრო დაცულად იგრძნო თავი, ნებისმიერ ფორმატში იცოდა რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ. იმიტომ რომ შენ ხარ ბავშვების დედა და ჩემი აზრით, სოფლიოში ყველა შვილი უნდა იყოს დედასთან, თუ დედა არ ძალადობს შვილზე. ეკა კობახიძესგან ხო გავიგე მე ეს მე ხო არა მაქვს არც სოციალურ არა მაქვს. გავიგე აქ ეკამ დაწერა მე კომენტარი. და ეხლა ეს ქალბატონი მარინა ემუქრება ეკას. შეიძლება ვნახო? შეიძლება წავიკითხო? ანუ ქალბატონი მარინა გწერთ, თქვენ მოეთრიეთ აქ და რეებს წერთ კომენტარებში უკაცრავად. აქ მითხარით ვინ მიგდიხართ, თუ მისიანი ხართ, ძალიან საინტერესო რა არის, რა მართლა სათქმელი არ მითქმია. არ დამბლოკო ყველა კითხვაზე გამოცվածუხი. მე ვარ ასეთი პატრონები თუ იყავით, სად იყავით, სად რო 16 წლის გოგო გათხოვდა და ციხეში რატო არ არის მეუღლეო. შეუტვინო არანორმალურ არც ერთი პოლიცია არ დაგვიტოვებია იმედზე უკვე ჩვენ იცი. შეიძლება რომ ვოისი ჩავთო? მე ჩემზე რა სიტყვის არ მაინტერესებს. ძალიან კარგად იცოდა მარიამი რომ ბათუმში ჩამოვიდა, უკან ჩამოყვა დარინამ საერთოდ ჩემს შვილს არ მივაკარე, სანამ დედა არ მოვიდა. დედამისმა არაფერი არ თქვა, ან გათხოვილი იყო, ან რამე. მეორე დღეს რომ დაურეკენ, რომ შენი შვილი ქალიშვილი არ იყო და რა მოხდა თქო, მითხრა რომ ოღონ დაიტოვებითო, მე სახლს ვუყიდი და ვეპატრონებიო. იმის მერე გაქრა. ანუ სახლის გამო დაიტოვე? ანუ ეს გასამართლებელი ის არის? ეხმიანებოდი, მოდი ქალო, მე დაგირიცხავ თანხას, ჩამოდი და დავილაპარაკო. არა და არა. რატმინა მაგის თანხა და ეს. ფიქრები მქონდა რომ მე ამ დროს ამას გავაკეთებ ყველას აქვს ხო ანუ გეგმავს თავის ცხოვრებას გავაკეთებ ამას ვიმუშავებ შევაგროვებ ფულს და გავაკეთებ პირველ რიგში გავაკეთებ რას წამოყვანა იქნებოდა თუ ბავშვებისთვის საჩუქრები როგორც ზედა ჩემი მე მიკეთებ და რო შევაგროვე თანხა და მანქანის ყიდვა დავაპირე იქ ბავშვი გახდა ცუდად 300 ლარი უნდოდა და 300 ლარის გაგზავნა დავაპირე შენგან ერთი კაპიკი არ მჭირდებაო მე წავედი თურქეთში იქიდანაც წერდი რომ მეთქი იქნება დავალაგო დიალოგი როგორმე შევქმნა ამ ქალთან ნორმალური დიალოგი დამიწყებდა ისევ რომ ბოზი ხარ და წადიო იბოზეო და ისე გამოუგზავნე ბავშვებს ფულიო ჯერ ნორმალურად წავალ ვიმუშავებ და რატო უნდა ვიბოზო და რატო ეგრე უნდა გამოუგზავნო ფული მე მაგას ვუთხარი არ დავუმუქრებო რა ვუთხარი ერთ დღეს მეთქი ძალიან მალე მეთქი მე ჩემშვილებს წამოვიყვან მეთქი და რა უნდა ვუთხარი და ვერა ჩემ გაზრდილებსო შენ ვერ წაიყვანო ანუ ეს დასახლება ვარკეთილში იცით ყველა ვიქტორ კუპრაძის ქუჩაა? კი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაა ვარკეთილში. ანუ ძალიან მარტივი მოსაგნებია, ცენტრალურ გზაზეა ის ადგილი, სადაც ახლა მე თქვენ წაგიყვანთ და ზოგადად მე მგონია, რომ არ არის აუცილებელი პროფესიონალები ვეძებოთ ქალაქის ცენტრში. მოკლედ, მე მოვედი ახლა სილამაზის სალონში, სადაც უნდა გავიკეთო, ჩავიტარო რამდენიმე მომსახურება პირველი თმისწვენისთვის. მეორე წამწამი, რომელიც სიმართლე გითხრათ არ მიყვარს, მაგრამ ნახოთ და ვცთი. ამოხვალთ მეორე სართულზე და აქვე დაინახოთ წარწერას, რომ ეს არის ვენუსი. მე რა ლამაზია, გამარჯობა, თქვენ მეცქვენთ რა ლამაზი ხართ. როგორ ხართ? კარგად მოგესალმებით. მიყო თქვენი ფეხი ჩვენ. სალამაზია. ძალიან მედი მაქვს რომ მოგიტანეთ წარმატება. ეხლა თქვენ თვითონ წრები ამ ბიზნესში ხო? ამ სფეროში. ამ სფეროში დიახ. და რას აკეთებთ თქვენ თვითონ? მენეჯერის პოზიციაზე. მენეჯერი, როგორც მენეჯერი ისამუშაო. აქაც როგორც მენეჯერი ისამუშაო. და მე მგონია რაღაცა თქვენ თვითონ თავიდან და როგორც წეს ხო იცით იწყებენ და მე საკუთარ სალონებს რაკეთებენ.
ესთეტიკის სფეროში მუშაობ ძალიან ბევრი წელია და ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. და ალბათ რომ ვიყო 10 წლით უფრო ახალგაზრდა, აუცილებლად სამედიცინო სფეროში გავაგრძელებდი ჩემს მოღვაწეობას, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე ვიპოვე ჩემი სფერო, ჩემი სივრცე, თუმცა ჩემი სფეროსგან საერთოდ განსხვავებულია და ჩემი სპეციალობისგან, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებაა. 12 წელი რავი ჩათვალეთ რომ აისწავლეთ. ძალიან ბევრი პრაქტიკული განათლება უფრო მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ექიმზე ეს არჩევანი. არა, შეიძლება კი ძალიან ბევრი წელი ამ სფეროში ვარ და ძალიან მიყვარს და მინდოდა მქონოდა ესეთი სივრცე, სადაც სახლი იქნებოდა ჩემი სივრცე და როგორც საოჯახში მივიღებ სტუმრებს და როგორც ოჯახში ვიღებ სტუმრებს ანალოგიურად ხვდები ყველა ჩვენ პაციენტს სიყვარულით, სითბოთი და ყველა დეტალი, ყველაფერი გვაქვს სიყვარულით ნაფიქრი გაკეთებული. ჩემი სახელი არის ვენერა. ანუ მისი და ბების. და ბების, ჩემი და ბების. ანუ ვიკას გეძახიან შენ ხოლმე და მერც საუკუნეში ბებო იყო ვენერა. მაგრამ ვენერა ვარ, ისე ყველანაირად ვარ ვენერა. თავის პლანეტიანა? არის პლანეტიანად, სახელით ოფიციალური მაქვს ვენერა. ეს ვიკა ის. და ბებო სახელი დაარქვე. ამიტომ ვენერა ქართულად ცოტა ისე ჟღერს და ამიტომ ვენუსი არის ვენერას ნამდვილი სახელი. ლათინური სახელი, რომელიც ასოცირდება სილამაზესთან, ქალურობასთან, ესთეტიკასთან, ყველაფერი სიყვარულთან, თუ სიყვარული არ არის, თუ ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, პირველი მახიდან დავიწყოთ და ეს არის ის პლანეტა და ის ქალღმერთი, რომელიც ასოცირდება ყველაფერ ქალურობასთან და აბსოლუტურად გეთანხმები. ეს სახელი იყო ინსპირაცია, რომ აქ ესეთი სივრცე ყოფილიყო. ქალებო უნდა გაიფურჩქნათ და გაფურჩქნის ერთ-ერთი მისამართი უკვე იცით. ბარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის 68 ნომერი. აქ დახვდებათ ბევრი ვენერა თავის ვენერული განწყობებით. აქ არის ფრჩხილები, როგორც მივხვდი. აქ არის ვიზაჟისტი, აქ არის პედიკური. რა სიკეთებს სახეზე, რა საინტერესოა? ეს ნიღაბი არისი? ნიღაბია სახის დამატენიანებისთვის, დამატენიანებთ ამით სახეს, პლუს სიწითლეს ვაქრობთ. ვაუ! და ერთფერშია ტონი სახის. გამარჯობა, თუ რა ლამაზი ექიმი ყავთ? გამარჯობათ. ესე იგი, ჩვენ ვიკეთებთ თავზე მეზოთერაპიას. თავზე მეზოთერაპიას გაკეთებას ვინ შეეცდებით და ვინც დაიწყებთ, იცოდეთ რომ ამას ჭირდება აუცილებლად მუდმივობა. ანუ ერთხელ მივედი გავიკეთე, არა. უნდა მიხვდეთ, რამდენს ურჩევ თქვენ? მინიმუმ 4 და ხო, მინიმუმ 4 და რამდენ ხანში შუაში? 10-12 დღე. ესე იგი, რადგან გავარკვიეთ, რომ აქ ყველა ვენერები ვართ, მე ვენერა მოვედი აქ ალბათ ვენერასთან და ვიკეთებ წარბის ლამინირებას. წარბის ლამინირება, იმიტომ რომ 21 საუკუნის ტენდენცია არის ეს წარბების დავარცხნა, იცით, თქვენ და ფორმა ძალიან შეიცვალა. და ეხლა აღარ არის მოდაში გამუქება იმდენად, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა არის პერიოდი, ეპოქა, დრო, როდესაც ამბობენ რომ ქალები უნდა იყვნენ ბუნებრივები და ამიტომ წარბის დავარცხნა შემოვიდა მოდაში და შესაბამისად ლამინირება გახდა ძალიან აქტუალური. ხო და ეხლა მე მოდას ავყვები და წარბს დავივარცხნი. ნახე ჩემი დავარცხნილი წარბი. სხვადასხვა არის წარბის დავარცხნა, შეუძლია წარბის თვალის ფორმის შეცვლა, რომ იცოდეთ გოგოები. ძალიან დიდი მადლობა.